12 კილო კოკაინი ამოიღო პოლიციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. 4 მგზავრი, რომელიც თბილისში ტრანზიტით ჩამოფრინდა, ხელჩანთაში სპეციალურად ლამინირებულ ფოტოალბომში დიდი რაოდენობით ნარკოტიკს მალავდა. სავარაუდოდ მათ ნარკოტიკის აღებას სხვა ქვეყანაში საქართველოს გავლით სურდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში თემაზე სპეციალური განცხადება გაკეთდა ჩვენ უწყებას და ნიკა მოულდინაშვილს ვრთავთ პირდაპირ ეთერში. ნიკა, განცხადებაში, რომელიც უწყებამ გავრცელა, საუბარია ნარკოტრანზიტის ახალ მარშრუტზე. ეს არის კონკრეტულად ამ შემთხვევაზე საუბარი თუ რაღაც ახალი დერეფანის შექმნაზე აკეთებს განცხადებას უწყება? დიახ, თამარ, სამართალდამცველების ინფორმაციით ნარკოტიკების ტრანზიტის ახალი მარშრუტი არის გამოვლენილი, რომელიც სავარაუდოდ ბრაზილიიდან უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით შემდგომ გადაგქონდათ ეს ნარკოტიკული საშუალება კოკაინი თურქეთში, თუმცა ამ დროისთვის უკვე უცნობი არის თურქეთიდან თუ რა მიმართულებით აპირებდნენ დაკავებულები ამ ნარკოტიკების გადატანას. მთლიანობაში გეტყვით, რომ ამოღებული იქნა 12 კილო და 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი და დაკავებულები არიან როგორც ბრაზილიის, ასევე ეკვადორის, სამხრეთ აფრიკის მოქალაქეები. როგორც გამოძიებით გახდა ცნობილი, დაკავებულებს ხელბარგში ჰქონდათ სპეციალური სამალავი მოწყობილი, რომლითაც ისინი ცდილობდნენ ნარკოტიკების ტრანზიტის გზით გატანას საქართველოდან. ეკვადორის რესპუბლიკის, ბრაზილიის ფედერაციის და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დავაკავეთ, როდესაც მათ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდათ. 4 დაკავებულისაგან სულ ამოვიღეთ 5 კილო კოკაინი. ლიბანის რესპუბლიკის მოქალაქე კი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დავაკავეთ, რომლის ხელჩანთაში არსებულ სპეციალურ სამალავში და ასევე ამავე ჩანთავში მოთავსებულ ლამინირებულ ფოტოალბომში 7 კილო და 348 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოვაჩინეთ. დაკავებული აღნიშნული ნარკოტიკის სატრანზიტო გზით საქართველოსთან თურქეთის რესპუბლიკაში გატანას ცდილობდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს, შესაბამისად აღინიშნება მსგავსი ტიპის დანაშაულების აღკვეთაში და გამოვლენაში. სამართალდამცავმა დაახლოებით 1 თვის წინ დააკავეს ასევე ლიბანის მოქალაქე და გამოძიებით დადგინდა, რომ ისიც ამავე ჯგუფის წევრი იყო. მისი ჩხრეკის შედეგადაც იქნა აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, რაც შეეხება გუშინ დაკავებულებს ბრაზილიის, ეკვადორის და სამხრეთ აფრიკის მოქალაქეებს. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლით არის აღძრული, რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დიდი მადლობა, ნიკა მოულდინაშვილი გვერდთვებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან პირდაპირ ეთერში.